საქართველოში დენი გაძვირდა. 1 აპრილიდან კილოვატ-საათ ელექტროენერგიაში მოსახლეობა 5 თეთრით მეც გადაიხდის. კომერციული აბონენტებისთვის კი ტარიფი საშუალოდ 5-დან 6 თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. ფასის ზრდა ელექტრო გამონაწილებელმა კომპანიებმა მოითხოვეს, ისინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავენ და როგორც განმარტავენ, მიზანი ქსელის მოწესრიგება და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფა. ელექტროენერგიაზე საფასურის ზრდა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ფაქტი და გარკვეული უკმაყოფილება შესაძლოა ამან საზოგადოებაში გამოიწვიოს. თუმცა ობიექტურები რომ ვიყოთ, ამ ყველაფერს ჰქონდა მიზეზი და უბრალოდ ამ მოცემულობაში აუცილებელი იყო უკვე რომ მომხდარიყო ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა და რას გულისხმობ. რომ არ გაზრდილიყო დღეს ელექტროენერგიის ტარიფი, გაგრძელდებოდა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ჩვენ კარგად ვიცით და თქვენც კარგად გეცოდინებათ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, რომ ქარის, წვიმის ან სხვა მცირედი პრობლემის დროს ხდებოდა ძალიან ხშირად ელექტროენერგიის წყვეტა, გათიშვა და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი იყო განპირობებული იმით, რომ საჭირო იყო ქსელის განახლება და ქსელის განახლება ვერ მოხდება თუ არ აისახა ეს ყველაფერი ტარიფში. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დიდი ხანია ჩვენ დაბალი ტარიფი გვაქვს და კომპანიები ითხოვენ ამ ტარიფის ზრდას, რათა მოახდინონ ქსელის რეაბილიტაცია. უკვე საჭიროება დადგა დღეს, რომ თუ არ მოხდებოდა ამ ტარიფის გაზრდა, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მოსახლეობის უკმაყოფილება მაინც შესამჩნევი იქნებოდა. უბრალოდ ორი მომენტი იყო. ერთი, ან უნდა დარჩენილიყო დაბალი ტარიფები და შესაბამისად მოსახლეობას უნდა მიეღო ცუდი სერვისი, პრობლემები, ხშირი ელექტროენერგიის გათიშვა და ასე შემდგომ, ან სამწუხაროდ უნდა მომხდარიყო ტარიფის ზრდა. ეს ბუნებრივია, ამას ბუნებრივია გარკვეული უკმაყოფილება ექნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ ჩვენ შედეგად უფრო გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და აღარ უნდა იყოს ის პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებისას, რომელსაც აქამდე ხვდებოდით, განსაკუთრებით რეგიონებთან მიმართებაში. ამ ყველაფერზე უკვე სემეკმა უნდა გააკეთოს დიდი აქცენტი, რომ ტარიფის ზრდას მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და ის პრობლემები, რომელიც არსებობს, შესაძლოა ეს ერთ თვეში და ორ თვეში არა, მაგრამ ერთ წელიწადში და ორ წელიწადში აღმოიფხვრას და ტარიფის ზრდის საფასურად უკვე მოსახლეობა მიიღოს გაუმჯობესებული სერვისი. ბუნებრივია, ამას შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს ფასებზე, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. ყველაზე ასე ვთქვათ, ძლიერად სექტორი, რომელიც ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას იღებს ხოლმე და სასწრაფოდ ზრდის ფასებს, ეს არის პურის სექტორი. პურის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ისინი ფასებს არ გაზრდიან, რაც კარგია. სხვა სექტორებს მეტნაკლებად, მაგრამ მცირედით გაუძვირდებათ ხარჯები და მე არ ვფიქრობ, რომ ამან რაღაცა გარკვეულწილად ან მაგალითად შაქარზე, ზეთზე, წიწიბურაზე, ან სხვა მნიშვნელოვან პროდუქციაზე რაღაც მნიშვნელოვანი ფასის ზრდა გამოიწვიოს. მცირედით შესაძლოა რაღაცა 1 ან 2 თეთრით, მაგრამ არა მნიშვნელოვნად.